ადამიანის ნერვული სისტემა შედგება ორი ნაწილისაგან, ცენტრალური და პერიფერიული ნაწილები. ცენტრალურ ნაწილს მიეკუთვნება თავის ტვინი და ზურგის ტვინი, ხოლო პერიფერიულს მათგან გამომავალი ნერვები. თავის ტვინი, როგორც მოგახსენეთ უკვე, ევოლუციური თვალსაზრისით ყველაზე მაღალ განვითარებული და მაღალ ორგანიზებული წარმონაქმნია. ზურგის ტვინი ძირითადად შეიცავს გამტარგზებს, თუმცა აქაც საკმაო რაოდენობით არის ნერვული უჯრედების ჯგუფები, რომელთაც ბირთვები ეწოდება. ეს გახლავთ ნეირონის აგებულება და ის პროცესი, რომელსაც ემსახურება ნეირონი. ნეირონი წარმოადგენს ნეირონში განიხილება მისი სხეული, ანუ სომა, ის გამონაზარდები, რომლებითაც ეს ნეირონი უკავშირდება სხვა ნეირონებს, ეს გახლავთ მოკლე და დატოტვილი მორჩები, რომელთაც დენდრიტები ეწოდება და ეს დენდრიტები ძალიან ბევრია და ერთი აქსონი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაფარულია მიელინის გარსით. ეს მიელინის გარსი მთლიანი არ არის და აქ შეინიშნება რანვიეს შევიწროვებები, რომელთაც ძალიან დიდი ფიზიოლოგიური დატვირთვა აქვთ. აქვეა მოცემული აქსონის ტერმინალები, რომლებიც შედიან კუნთში და კუნთოვანი ბოჭკო, რომელიც აიგზნება და რომელიც შეკუმშვით უპასუხებს ნეირონიდან და ამ აქსონის გზით მოსულ იმპულსზე. იმისათვის, რომ გავერკვეთ თუ რას წარმოადგენს ნეირონი, როგორ ფუნქციონირებს ის, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ნეირონის მემბრანული აგებულება. ეს სხვათა შორის არის ბიოლოგიის ერთ-ერთი დარგი, მემბრანოლოგია, რომელიც შეისწავლის მემბრანაში მიმდინარე პროცესებს. მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია ამ საკითხის გარკვევა და ამ საკითხებში ელემენტარული გარკვევა, იმისათვის რომ გავარკვიოთ და შემდგომ ლექციებში გავარკვეთ, თუ რას წარმოადგენს ნერვული იმპულსი, როგორ ხორციელდება მისი გატარება და რა საბაზისო მექანიზმები უდევს მას საფუძვლად. ნეირონის მემბრანა, ისევე როგორც კუნთოვანი მემბრანა, აგებულია სხვადასხვა ნივთიერებებით. ეს მემბრანა ორშრიანია. ამას ქვია ლიპიდური შრე. აი მემბრანის გარეთა და შიგნითა ზედაპირი. მემბრანის გარეთა ზედაპირზე მოთავსებული არის სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნები, ეს გახლავთ გლიკოლიპიდები, რომლებიც წარმოადგენენ ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ელემენტების ნაერთებს. გარდა ამისა, მემბრანის ზედაპირზე ჩანს ცილოვანი წარმონაქმნები. აი ამ ცილოვან წარმონაქმნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მემბრანის ფუნქციონირებისათვის. იმიტომ რომ მემბრანის ცილოვანი წარმონაქმნები წარმოადგენენ სწორედ იმ რეცეპტორებს, რომლებიც მიმღებლობენ პირველად გამღიზიანებელს. ეს მემბრანული ცილები შეიძლება იყოს მხოლოდ მემბრანაზე, მემბრანის გარეთა ზედაპირზე განლაგებული, მხოლოდ მის შიგნით განლაგებული, ან მემბრანული ცილა შეიძლება იყოს გამოსული როგორც მემბრანის გარეთა ზედაპირზე, ასევე ჩაძირული იყოს მემბრანის შიგნით. მემბრანა შეიცავს როგორც ჰიდროფილურ ნაწილს, ანუ ჰიდროფილური ნიშნავს წყალში ხსნად ნაწილს და ასევე შეიცავს ჰიდროფობურ ნაწილს, ანუ წყალში უხსნად ნაწილს. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ უჯრედი მთლიანად მოთავსებულია გარემოში, ხსნად გარემოში, რომელშიც უამრავი სხვადასხვა სახის ნივთიერება არის მოთავსებული. ეს ნივთიერებები მემბრანის შიგნითა გარეთა ზედაპირიდან უჯრედის შიგნით სხვადასხვა გზით ვრცელდებიან. ეს ნივთიერებათა მოძრაობა მემბრანის გარეთა შიგნითა გარედან მემბრანის შიგნითა ზედაპირისაკენ შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით. ეს გახლავთ პასიური
ტრანსპორტი, ანუ დიფუზია, ყველაზე მარტივი გზა, რომლის საშუალებითაც ერთი ნივთიერება აღწევს მეორე ნივთიერების შიგ. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ოთახში დაღვრილი სუნამო. ერთ კუთხეში დაღვრილი სუნამოს სუნი ძალიან კარგად ვრცელდება ოთახის სხვა ნაწილებში. ანუ დიფუნდირებს ამ სუნამოს ნაწილაკები დიფუნდირებენ ჰაერის მოლეკულებს შორის და ამგვარად აღწევენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. დიფუზიით მემბრანის გარეთა ზედაპირიდან შიგნითა ზედაპირზე გადაინაცვლებენ მცირე ზომის მოლეკულები, მათ შორის ჟანგბადით სხვადასხვა და წყლის მოლეკულები, რომლებიც წარმოადგენენ იდეალურ გამხსნილ სხვადასხვა სახის ნივთიერებებისათვის. ისეთი ტიპის ნივთიერებები, რომლებიც ფუნქციურ მდგომარეობას ცვლის მემბრანისას, პასიური ტრანსპორტის გზით, ანუ დიფუზიის გზით, მემბრანის გარეთა ზედაპირიდან შიგნითა ზედაპირზე ვერ მოხვდება. ამისათვის მემბრანაში არის სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც ეწოდება არხები. არხების უფრო დეტალურ სტრუქტურას და მათ ფუნქციონირებას ჩვენ შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ, მაგრამ აქ უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ ეს ამ არხების მოქმედება განაპირობებს უჯრედის ფუნქციონირებას და უჯრედის გარეთა ზედაპირიდან შიგნითა ზედაპირზე სხვადასხვა სახის იონების შეღწევას. მათ შორის არის ასეთი იონი, ნატრიუმის იონი, რომლის მოქმედების გარეშეც მემბრანის ნორმალური ფუნქციონირება, ანუ აგზნების პროცესების წარმართვა არის შეუძლებელი. არის აგრეთვე მემბრანის გარეთა ზედაპირზე მოთავსებულია სხვა იონებიც, მაგალითად ორვალენტიანი იონები და ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის კალციუმის იონები, რომლებიც ასევე აქტიურად არიან ჩართული განსაკუთრებული ტიპის, მაგალითად კუნთების მოქმედებაში და განსაკუთრებული მნიშვნელობა კალციუმის იონებს აქვს გულის კუნთის მუშაობისათვის. გარეთა ზედაპირზე არის აგრეთვე მოთავსებული ქლორის იონები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მემბრანის გარკვეული ტიპის მოქმედებისას, რასაც ქვია შეკავება. ყველა ეს იონი თავისი მოქმედების რეალიზაციისათვის საჭიროებს განსაკუთრებული ტიპის მოქმედებას და ეს შესაძლებელია გამოვლინდეს სწორედ იმ აგზნებისა და შეკავების პროცესებში, რომლებიც მემბრანის გარეთა ზედაპირზე გათამაშდება, ასე ვთქვათ, და რომლებიც განაპირობებს შემდგომ ნეირონის მოქმედებას.